როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის ფიქრებზე, რა ხდება მის თავში თქვენთან დაკავშირებით. ყველას უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის გოგონება, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერ და გისურვებთ დამდეგ ბედნიერ ახალ წელს, იმიტომ რომ მოგვადგა ახალი წელი. ნახოთ მისი დღევანდელი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით, მე ვნახოთ ტრადიციულად, რა თქმა უნდა, გრძნობები. და რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და ვინც მეკითხებით, როგორ დამეკონტაქტოთ პირადში, ყოველთვის ვიდეოს კომენტარებში არის მიწერილი, სადაც მიპოვოთ. ხატგურუ Instagram-ზე. მოდი ვნახოთ. მისი დღევანდელი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. რას ფიქრობს ერთი ტუზი პენტაკლი, ხოცა ჩემ? ტუზი პენტაკლი. ესე იგი, რადგანაც მე დასტის ბოლოს ისეთი არკანი მაქვს, შემიძლია ვიმსჯელო, რომ ამ ურთიერთობაში მას ჭირდება ძალიან დიდი შანსი, რომ ყველაფერი იყოს ძალიან მაგრად. იმიტომ რომ ტუზი პენტაკლი, რა თქმა უნდა, ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, რაღაც სიახლეს, ახალ გზას და თქვენ მისთვის, რა თქმა უნდა, შანსი ხართ. ნუ შანსებს მაინც ეკიდება, ასე ვთქვათ. მე მაინტერესებს, თქვენ ხართ მისი შანსი თუ რა არის ეს? თქვენ ხართ მისი შანსი? ხლების დედოფალი, თქვენ უნდა მიცეთ შანსი. ანუ ითხოვს ადამიანის შანსს თქვენგან, ეს ძალიან კარგია. გიღირთ თუ არა მიცემა, მე შემიძლია ვიმსჯელე, რომ ჯერჯერობით არა, იმიტომ რომ ეს ის ტიპია, რომელსაც უნდა და ყველაფერს აკეთებს და მას შეუძლია ყველანაირი შანსი თვითონ მოძებნოს, არა თუ თქვენ გამოგთხოვოთ. მაგალითად, თუ მამაკაც უნდა თქვენი გულის მოგება, დამერწმუნეთ, რომ ის ამას ყველა ვარიანტში გააკეთებს. ყველა ვარიანტში გააკეთებს. ამიტომ ფიქრები აქვს და როგორ იცი, აი როგორ მოვიგო შენი გული. მაქვს შანსი, ან ისე სხვა შორს კითხვასაც არ სვამს ეს ადამიანი. ამაშიც ხო ძალიან დიდი განსხვავება ნახე. ის რომ მამაკაცი იტყვის, მე ნეტა მაქვს შანსი, ის უკვე არ არის მამაკაცური ენერგია და როცა უკვე შანსი ეძებს, არა აქვს შანსი, მაგრამ მაინც მე შანსი მინდა, ეს უკვე რაღაც მამაკაცურია და აქედან კიდე რამე შეიძლება გამოვიდეს. თავისთავად მაგია მოვიდა და ყველაფერი შესაძლებელია, როგორც ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია. ნახოთ. კიდე რას ფიქრობ დღეს შენ ამ გოგოზე? რომ ძალიან ძლიერი ხარ, ძალიან ჭკვიანი ხარ, რომ მიზიდულობა აქვს ძალიან დიდი და მოკლედ მიხვდა იმას, რომ შენ რო გაქვს მასე გავლენა, ისე არავის არ აქვს და ნუ არ ქონია ყოველ შემთხვევისთვის. იბრძოლებს ამ ურთიერთობისთვის, თუმცა მარტო ბრძოლა არ არის, რომ ხომ გადაიტყავოს ყველაფერი, რომ მე შენთვის ვიბრძოლებ, მაგრამ მთავარი პირობა არის ის, რომ მეც უნდა დავიცვათ ჩემი სიმართლე, ჩემი ხედვა ამ ურთიერთობაში და ნუ მოკლედ კარგი ტიპია იმ კუთხით, რომ ხა შენს გამო მე არ მიყვარს რომ რაღაცა ვიბრძოლო ისე, რომ ჩემი თავსაც გადავახტე. მაგალითად ხო არის ის, რომ ოღონდ შენი გული მოვიგო და მე ჩემს პრინციპებს და ჩემს მოთხოვნებს და სიმართლეს რაღაცა გვერდზე მივვალავ. არ ვარ მე ამის მომხრე. ეს მორგებული ურთიერთობა და როგორც ქალს არ ხდება, ასევე მამაკაც არ ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ ისე უნდა, რომ თქვენი გულის მოგებაც უნდა, მაგრამ ისე, რომ თქვენს გასწავლოთ, რომ სად შეიძლება გადმოჭრა ზღვარი და სად არა. ნუ მოკლედ ხასიათი ქონია და ეს ძალიან კარგია. კიდევ რას ფიქრობ? სამიანი ხმალი. ნუ ბევრს შეიძლება აქ, რა თქმა უნდა, იყო გულის ტკენა, ფიქრობს გულის ტკენაზე, მესამე ფაქტორებზე, ბევრთვის თუ გინდათ რომ მართლა ივერეჩი იცია რომ ვიღაცა მოვაო და რა ვიცი აბა მედია სასიამოვნო ადამიანი მოვა, როცა ცხვირი გეკავება. სხვათა შორის მინიშნება, მოვა. ეს სხვათა შორის სამკუთხედის თემა თუ არის და გონიათ რომ არჩევანს არ გააკეთებს და არ მოვა, ხო მოვა, არ ინერვიულად მოვა. ჩემი ცხვირი ამას იძახის რომ მოვა. ვერ ყალიბდება ისე, ვისაც აი ესეთი ვითარება აქვს, გაურკვეველი, გულის შეტკივა ყველაფერზე თქვენ შორის მოხდა განხეთქილება, ნუ როგორც ჩანა და მოკლედ აი ამ საკითხებზე ფიქრობს და ნუ დაარდობს თქო, რა ვიცი, რამდენად აწუხებს, მოდი ასე ვთქვათ, აწუხებს. რო გაწუხებს რას იზამნერე? ზომიერებაში არაფერს არ იზამს. ნუ მოკლედ მიჯაჭვულობა დარჩება მიჯაჭვულობად, მაგრამ არაფერს გამკეთებელი არ არის იმ კუთხით, რომ კი მაწუხებს, მაგრამ მაინც მადლობა რომ აწუხებს, იმიტომ რომ ზოგს არც ეს არ აწუხებს და
გოგონებო ზომიერებაში იქნება. ნუ მოკლედ სამკუთხედების თემაში და გამოსწორების თემაში მინდა ვთქვა, რომ ზომიერებაში და ჯერჯერობით ეს ყველაფერი აწუხებს და მაინც კარგია როგორც აღნიშნე, მაგრამ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებები არ იქნება. თუ ეს მიმდინარეობს წლებია გოგონებო, მაშინ დღესაც ასე ფიქრობს ეს ადამიანი და თქვენთვის არის რისკი თუ რა თქმა უნდა გააგრძელებთ შემდეგში, რომ იქნება და რაღაცა გააკეთოს. იმიტომ რომ ეს არის უკვე ილუზიები და ფანტაზიები. მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დრო.